გესალმები და ვნახოთ ახლა თქვენი ფიქრები. Ისთვის არის გაშლა. დგევარ ვიღაცას მოვედი. რიონიც ადიდებულა. არალე. რაღაც ის პოზიციაზე ხართ გახართ ვიღაცას მოელით თითქოს, ხო? არგეთ. ჩაფიქრებთ, გახართ და ელოდებთ ამ ადამიანს. მაგრამ ის კი არ იცით, რომ ისიც რომ ელოდებათ. ელოდებათ. მონატრება არის ძალიან დიდი. ფიქრობთ, რომ შეიძლება ისეთი ხასიათი და რაღაცა თქვენს მიმართ არ გამოამშღავნოს, ცოტა კაცრი იყოს შეიძლება თქვენს მიმართ, ხო? ესეთი შეგრძნებები გაქვთ. აშკარად აქ დასრულდა თქვენ შორის თითქოს რაღაც ერთი ეტაპი ან სანახევროდ ურთიერთობა, ან რაღაც არ არის, რა წესრიგში ყოველ შემთხვევაში აქ მე ბედნიერ წყვილს ვერ ვხედავ. მაგრამ ესეთი პოზიცია არის, რომ შესაძლებელია ფიქრობს წუთი ახლა მივწერო, არ მივწერო, ამისგან აუცილებლად იქნება შეტყობინება. თვითონ გადმოლახავს ჩემო კარგებო, თავისუფლდება რაღაც ამ პრობლემებიდან. თვითონ თავისუფლდება, მე გეტყოდით, რომ შეგიძლიათ ცოტა დაელოდოთ. კი ბატონო, იმიტომ რომ უკვე როგორ არის, აი თითქოს გზაშია, თითქოს მოწერა უნდა, თითქოს კონტაქტზე გამოსვლა უნდა, ეს მალე იქნება ოღონდ. ძალიან მალე. აი თქვენ კიდე ფიქრობთ, რომ ეტყობა აქ ქალბატონმა თქვენ კი ელოდებით მაინც, მაგრამ შეიძლება რაღაც თქვენ დაიხიეთ უკანან თქვენგან წამოვიდა უფრო მეტად ეს რაღაც საკითხი ხზე ყურადღების გამახვილება, ხო, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღო უარი. იცით, ეხლა ესეთი მომენტი გამიჟღერდა და აქ გამოვიყენებ სხვათა შორის ჩვეულებრივად ურთიერთობა აქვთ ადამიანებს და პასუხი არის ქალბატონიდან, მე მაგისთვის კაცები არ მსჭირდება. ნახეთ? ეს გასაგები არის, მაგრამ იმ ადამიანისთვის ეს ერთი სიტყვა შესაძლებელია და შესაძლებელია ასეა ნამდვილად არის როგორი რაღაც, იცით, ძალიან უხეში. მან მიიღო რაღაც არასწორად, მიიღო რომ ვარი უთხართ. ნახეთ, თქვენ ვარი არ გითქვამთ ამ დროს. ხო, ასეა მისთვის, მაგრამ მან ასე მიიღო. და არიან მამაკაცების კატეგორია, აი რაღაცა რო გითხრათ და ესეთი პასუხი გაეცით, სავსებით საკმარისია მამაკაცისთვის, რომ ეს მიიღოს ვარი და აღარ გადმოდგამს ნაბიჯს. ნახეთ? უკან იხევს. შეეძლო, რომ ადამიანს რაღაც ცოტა სხვანაირი პასუხი გაეცა, ხო? ეხლა ეს წარმოიდგინეთ ახლა ასეთი მამაკაცისთვის ვარი რომ უთხრას ქალმა, რომ შენთან დაუშვათ ურთიერთობა არ მინდა, რაღაცა არ მინდა, წარმოიდგინეთ რამხელა ტრაგედია იქნება და ხმის ამოღება კი არა, ალბათ გაიქცევა და საერთოდ არ დაენახება ამ ქალს თვალით არასდროს, ხო? სხვა კატეგორიაა საერთოდ. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კატეგორია არის. რა თქმა უნდა, აბა ეხლა ეს არის უკვე არა, ეს არის უკვე ძალიან, ასე რომ ვთქვათ, მაღალი ლეველი ადამიანის, რომ ესეთი ერთი სიტყვით, ხო,
ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ იცით რა არის თავზე გადაახტით ან რაღაც ისე ცუდად იცი ან შეეტენეთ ან რამე აი ეს ამას არ ნიშნავს. იმისთვის ერთი პატარა რაღაცა ისე უკვე მისახვედრია, საკმარისია და უბრალოდ არ არის ადამიანი მოძალადე და ძალიან თანამედროვე აზროვნების და დახვეწილი და კულტურული არის. ხო? ამიტომ შეიძლება ეხლა რო გითხრათ, რომ ვარი უთხარით, თქვენ ცოტა გაგიკვირდეთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არის. ამიტომ ესეთ რაღაცებს ვითომ წვრილმანს დააკვირდით, ხო? აქ რა ხდება? და ფიქრობთ, ყოველ შემთხვევაში ახლა რომ მას ექნება ეს ხასიათი შეცვლილი, მაგრამ ეს თქვენი ხასიათი კი აქვს შეცვლილი, აქ მოხდა რაღაცა, მაგრამ მაინც გადახარშავს და შეეცდება, რომ რაღაც უნდა კონტაქტზე თითქოს ადამიანმა გამოვიდეს, ხო? ნახეთ, თქვენით ნუაბუქებთ და ნუქმნით აი ესეც ეხლა ასეთ პასუხს რო გასცემ ადამიანს, ესე იგი შენს ტვინში წამიერად მოხდა რაღაცა სასწაული, გაიფიქრე რომ ეხლა ну რა ვიცი მე რა გაიფიქრე, კი ვიცი, მაგრამ ხო ხვდებით ეხლა არ მინდა ისტორიის მოყლა, რაღაცეების ну ყველას თავისი ის აქვს, ხო, საკითხი მაინც და გაეცით უკვე ესეთი ეს ჩათვალეთ, რომ თქვენგან წამოსული ძალიან დიდი ნეგატივია. ადამიანი ამ დროს ვერ აფიქსირებს, რომ ნეგატიურ ტალღაზე არის. და კაციც თუ ამას ვეღარ აფიქსირებს, იქ გვაქვს უკვე კატასტროფა. ხო. კი ბატონო, შეიძლება ქალმაც ვერ დააფიქსიროს ეს და შეიძლება კაცმაც. აქაც ზუსტად რაღაცა თქვენი ის არის ნაფიქრალი. მოგიწევთ თითქოს რაღაცეები ამტკიცოთ, არაფერი მტკიცება თქვენ არ გასჭირდება. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? საქმე იმაშია, რომ ძალიან შემდგარი და ძლიერი ქალბატონი ხართ ამ ადამიანისთვის. მაგრამ ცოტა მონახე ეს რა არის, ცოტა ეჭვიანად გხედავთ, ხო? ეჭვიანი არის, ესე მეუბნება. ეს ქალბატონი ძალიან ეჭვიანია. არც ემოცია არ აკლიაო, ესე მეუბნება. ხო, მაგრამ თქვენთან ამ ადამიანს უნდა ურთიერთობის დასტაბილურება რომ იცოდეთ. ამიტომ ეს თქვენი ახლა ცოტა ისეთი ვიბრაციები, ეს ეჭვიანობის ფარდა, ეს ფიქრი რომ ამ ადამიანს რაღაც ხასიათი აქვს გამკაცრებული და ან თუნდაც რაღაცა ამ ადამიანს არა თქვენგან მიდის ეს ნეგატივი, უფრო თუ რაღაცა ენერგია. ყველა ადამიანი ზოგჯერ თუ დაუკვირდება, იგრძნობს მეორე ადამიანის თუნდაც დაფარულ ენერგიებს თქვენს მიმართ, უგონთ თუ დაუკვირდებით. საქმე იმაშია, რომ ბევრი ამას არ უკვირდება და ზოგჯერ არის ადამიანი ინსტინქტურად ქვეცნობიერ, მით უმეტეს მამაკაცები ქვეცნობიერად გრძნობენ ამ ქალბატონსთან დაუშვათ რა მდგომარეობა არის, ხო? შეიძლება თქვენ არ ამხელთ რომ მოგწონთ დაუშვათ, მაგრამ ის აუცილებლად იგრძნობს ქვეცნობიერად. რომ იცოდეთ. ხო, ამიტომ ეს თქვენი ქვეცნობიერი აქ ურთიერთობა თუ გინდათ და ვიცი რომ გინდათ, ტყუილად არ ხართ დაინტერესებული ტაროს გაშლით, უნდა იცოდეთ რომ ცოტა გაასუფთავოთ ეს ყველაფერი, მიხედოთ, გადაანალიზოთ რაღაცები, ხო, აი თქვენი ზედმეტი ეს ფიქრები, ეჭვები, რაღაცები მოიშოროთ. იმიტომ რომ ამ ადამიანს კი ეს შეეცდება თქვენთან საუბარი ექნება, ურთიერთობა რომ გადავიდეს სხვა ფაზაში. თან ეს აუცილებლად იქნება.
მაინტერესებს რა დონეზე აქ გრძნობა არის, სიყვარული არის. რა არის გრძნობა არის თუ სიყვარული რა თავშეკავებულია თან. აი მითხარი ახლა რას მეთამაშები. ხო, მე ასე გეტყოდით, რომ რაღაც უფრო შეუყვარდით. არის აქ გრძნობა. არის. უბრალოდ ძალიან თავშეკავებულია ეს მამაკაცი. რაღაც ძალიან ისეთი ის დამიფიქსირდა სხვა კატეგორია გამორჩეული თან თავშეკავებული თან ერთი სიტყვა რო საკმარისია მამაკაცისთვის კივილწივილი არ დაგჭირდება თან ადამიანთან შვენიერია ესეთი მე აქ ვთვლი რომ ესეთი კატეგორიის მამაკაცები იშვიათი არიან იშვიათი კარგი არა აქ არჩევანი თქვენზე აქვს ამ ადამიანს ამიტომ მე ასე გეტყოდით რომ იმაზე კი ნუ ფიქრობ დავკარგე და всё დასრულდა აქ და რაღაც არავითარი ხასიათის ცვლილება ეს თქვენი აზრი არის ეს ამ ენერგიიდან განთავისუფლდით აქ ადამიანს თქვენ არჩევანი თქვენზე აქვს და აუცილებლად ეს აი როგორ არის იცი თქვენი თავი ზედმეტად მოვლენებს არ გადაასწროთ მაგრამ ნუ აპროგრამებთ რაღაცა არასწორად მოდი ასე ვთქვათ თუ რაღაცას გეტყვით ადამიანი ან დახმარებაზე ესეც იცით რა არის იშვიათად არის რომ ვიღაცამ დაგეხმაროთ და მით უმეტეს მამაკაცმა თქვენზე ზრუნვა გამოხატოს და ესეთ ურთიერთობებს მით უმეტეს ესეთ ადამიანებს უნდა გაუფრთხილდეთ ხალხო ქმრები აღარ ზრუნავენ დღეს ცოლებზე თუ ღმერთი გწამთ ხო და ნუ მე არ ვამბობ რომ მოვლენებს წინ გაასწროთ და მე ინიციატივა თქვენს თავზე არ აიღოთ არა უბრალოდ მიყევით მეტი დაკვირვებულად აქ აი ამ საქმეს რაღაც ესეთი მონახაზი მაქვს მე დღეს თქვენთვის კი ბატონო იმიტომ რომ თუ ესეთი მამაკაცი არ არის მარტო იცით თუნდაც ადამიანი ნებისმიერი გამოჩნდება რომ თქვენზე რაღაც მორალურ ზრუნვას მაინც გამოხატავს და დროს დაგითმობთ რაღაცა ენერგიას დაგითმობთ იცით რა არ არის აქ იმაზე რომ ყველა ადამიანს მაინც შეიძლება ძალიან ყველაფერი იცით თქვენ ყველაფრის პასუხი გაქვთ ფულიც გაქვთ ასმელი არაფერი არ გჭირდებათ მაგრამ ის მორალური რაღაც ერთი ჰეი ნახე ჰეი ეს ერთი სიტყვა რაღაცა მნიშვნელოვანი იყოს ადამიანისთვის გაიგეთ ამიტომ ესეთი ადამიანები თუ მithumetes აფერისტი არ არის ეხლა რა აფერისტები არ გვინდა აფერისტი ხო არ გვინდა უნდა დააფასოთ კი და სხვანაირად მიუდგეთ არ გინდათ ის უხეშობა ჩემი ის არის აქედან პატარა რჩევა ჩემო კარგებო მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო თვითონ თქვენთაგანს ის ხანდახან ჩემი ის გამოსვლები ახლა რაღაცა სიბრაზია თუ მინიშნება არის თუ რაღაც არის ხალხო ყველას კი არ გეკუთვნით არის კონკრეტული ადამიანი რაღაცების რო შემოხტებიან და ვაკეთებ იმიტომ ამაზე აქცენტს რომ არ გამრავლდნენ ესეთები ეხლა იმასაც ვფიქრობ იმდენად უკვე მე დავიღალე რომ მე აქცენტიც არ გავაკეთო პირდაპირ მივაბლოკო ვიღაცები ერთი всё ხო მაგრამ ხანდახან არის რომ ეს ცოტა ნახეთ სახლში უნდა ამოძრავდე ვირთხები რომ არ შემოგესიოს ხო ასე არის
მაგრამ ეს თქვენ ყველას კი არ გეხებათ. სინამდვილეში მე თქვენი ხალა მადლიერი ვარ. თვითოული თქვენთაგანის. და იმდენად კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ყველანაირად, იცით რა არის, მეც ვიზრდები, მეც რაღაცეებს ვაფასებ. არის ხანდახან მეც დამართნია, რომ ძალიან კარგად ვიცი ეს საკითხი, მაგრამ შეიძლება ადამიანმა გამიკეთოს აქცენტი. აი ნინო ეს ნახე? ხო, და გაკურებული დარჩენილა ადამიანი, რომ რატო შენ ეს ხო იცი, შეიძლება გაგეცინოს. ეს არის ადამიანური რაღაც ფაქტორი, მომენტი. აქ არც ჯადო შეიძლება იყოს, არც არაფერი შეიძლება უბრალოდ გადაღლილი იყოს, ან უბრალოდ რაღაცა გამოგრჩეს ადამიანო. რობოტები ხო არ ვართ, ადამიანები ვართ. ამიტომ მე თვითოული თქვენთაგანის ძალიან დიდი მადლობელი ვარ. იმ ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გამხნევებისთვის, საჩუქრებისთვის, რა თქმა უნდა. ყოველთვის ვაცხადებდი ესეთ რაღაცას, რომ არ მახსოვს ვინმესგან რამე თქო. აქ გოგონები გამოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც ესე ვთქვათ, გამანებივრეს. რაც ლაპარაკობთ, ცრემლები მომდის. აი თქვენი რეაქციიდან, მე რო ეს გამოვაცხადე, თქვენ როგორი რეაქცია გქონდათ? აი ამაზე რაღაცნაირად და ეს რო კმაყოფილება ჩემში არ იყოს და არ შემემჩნია, არც ესეთი დავუშვათ რეაქცია არ მექნებოდა, ხო? ამიტომ როგორ შეიძლება რომ მე თქვენი მადლიერი არ ვიყო, ჩემო კარგებო. მართლა მეტი რა. გისურვებთ წარმატებებს, პოზიტიურ დღეს დაგემშვიდობებით დროებით.